რა ჩანს ნიკო ბერძენიშვილის მიერ გამოქვეყნებული 38 წელს გამოქვეყნებული წერილები და ხარგზელები და სხვა შორის უკვე განსხვავებული ორბელები მონღოლებს წერენ რომ ჩვენ გნებდებით იმიტომ რომ გვინდა რომ გცნო სომხეთის მეფეთ ქართველები ეწევიან ჩვენს ასიმილაციას გადაგვარებას გვინდა გამოყოფა ცალკე სამეფოდ და ვიქნებით თქვენი ერთგულნი ოღონდ საქართველოს დაგვანგრევინეთ აი ეს არის ცნობილი ზაკარია ხარგზელის შთამომავლების წერილები მონღოლების მიმართ ამის წინაპირობა სწორედ იყო ასიმილაციის უხეში მცდელობა რომელსაც დემეტრე პირველი ეწეოდა რომელსაც ქართული საზოგადოება როგორც ეთყობა არ ეგუებოდა სხვა შორის სომხეთის ინტელექტუალური საზოგადოებაც ჩვენი სამღვდელოებაც და ორჯერ იყო მცდელობა დემეტრეს გადაყენების პირველად ეს ამბავი 40-იან წლების მიწურულს ჩავარდა მაშინაც მან გადაყენების მცდელობას მეტაურობდა დემეტრეს უფროსი ვაჟი და ტახტის მემკვიდრე დავით მეხუთე რო გახდება შემდგომში ხოლო 1155 წელს დემეტრე გადააყენეს ბერად აკვაცეს და ჩვენ თუ ჩავხედავთ დავითის მომხრეთა სიას აქ არიან საეკლესიო ჩვენი ქართული ეკლესიის მესვეურები აქ არიან დავით აღმაშენებლის ძველ თანამებრძოლთა შვილები და შვილიშვილები აქ არიან სხვათა შორის სომხური ელიტა და ანუ რეალურად კავკასიური პოლიტიკის დავით აღმაშენებლის პოლიტიკურ კურსზე დაბრუნების მცდელ ადამიანთა ჯგუფი ამის შემდეგ მოხდა ესეთი რამ დავით მეხუთის ძმა გიორგი გაურიგდა ერთ-ერთ დიდაზნაურს ივანე ორბელს და შესთავაზა ასეთი რამ თუ ივანე ორბელი მოწამლავდა მეფეს სანაცვლოდ ის მიიღებდა ამის პასალარის თანამდებობას ივანე ორბელმა გიორგი მესამის მაშინ ჯერ კიდე უფლისულ გიორგის მითითებით მოკლა მეფე გამოვიდა მონასტრიდან დემეტრე და დავითის ვაჟი კი არ აიყვანეს თაღზე დემეტრე დემნა ბატონიშვილი არამედ ძმის მკვლელი გიორგი მესამე დასვეს მეფეთ რა თქმა უნდა ისევ ჩაშალეს დავითის და დავით აღმაშენებლის მისი შვილიშვილის პოლიტიკური კურსი ისევ დაიწყეს ეს უაზრო ასიმილაცია ანექსიების პროცესი რამაც რა თქმა უნდა საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესა ის რომ გიორგის დროს და დემეტრეს დროს ყველა ბრძოლას ვიგებთ ეს არ ნიშნავს რომ სულ პოლიტიკას ვეწევით იმიტომ რომ როდესაც 4-ჯერ ერთდაიგივე კოალიციასთან გიწევს ომი ეს ნიშნავს რომ იგი რაღაცას ვერ არეგულირებ რაღაცას არასწორად აკეთებ შენ წინ უნდა მიდიოდე ხო შენ უნდა ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ ახერხებდე მოკავშირეების შეძენას და როდესაც განუწყვეტ რომ ტრებს იცენ ეს იგი რაღაცას არასწორად აკეთებ მე არა კარგია რომ იმარჯვე კარგია რომ ძლიერი ხარ მაგრამ ძლიერების ფუჭად გახარჯვა და ფუჭად ახარვა რა თქმა უნდა ცუდია. რა თქმა უნდა გააგრძელა როგორც თქვით გიორგიმ ეს პოლიტიკა და აი დადგა 1177 წელი. 1177 წელს შეიკრიბა ისევ ქართული ელიტა და თუ დავაკვირდებით ვინ არიან მონაწილეები, ყველაფერი ნათელი იქნება. პირველ რიგში უდიდესი ქართველი მეცნიერი, ეთნოფსიქოლოგი, საეკლესიო მწერალი, თეოლოგი ეზოთერიკი ესე შეგვიძლია უწოდო და წმინდა ჯერაცხული ნიკოლოზ გულაბერიძე. ეს იყო კათოლიკოს პატრიარქი. ვინ იყო ნიკოლოზ გულაბერიძე ოჯახი? ეს იყო დავით აღმაშენებლის განუყრელი მეგობრის და დავით აღმაშენებლის დროსვე უკვე ეპისკოპოსის შემდგომში კათოლიკოს პატრიარქის სიმონ გულაბერიძის ძმის შვილი. პირველ რიგში არ უნდა დავივიწყოთ. ვინ დაუპირისპირდა გიორგი მესამეს? წმინდა ნიკოლოზ გულაბერიძე, სვეტი ცხოვლის საკითხავი, ჩვენი ეკლესიის კონსტიტუციის ავტორი, გენიალური ნაშრომის. დემნას სიმამრე. ანუ ივანე ორბელმა რაკნა, ივანე ორბელი რა თქმა უნდა მზაკვარი იყო. მან მართალია მოკლა დავითი, მაგრამ ალიბად თავისი უსაფრთხოების გარანტად მოითხოვა რომ დემნა თავად გაეზარდა. იმიტომ რომ კარგად ხვდება, მიანდეს დემნა, როგორც ეთყობა გიორგი ფიქრობდა რომ დემნასაც მოკლასო, რა თუნდა მოკლული შვილის გაზდა. მაგრამ ივანე სხვა გზას დაადგა, დემნა არ მოკლა, დემნაზე თავისი ქალიშვილი დააქორწინა. ამითი დაიახლოვა და როდესაც დადგა სათანადო ჟამი, ივანე ორბელი, ნიკოლოზ გულაბერიძე გიორგის სთხოვენ რომ მორჩა გადადგეს ტახტიდან
და კანონიერ მემკვიდრეს დაუთმოს ტახტი. საინტერესო რა არის? გიორგის არც კანონიერი ცოლისგან და არც უკანონო ურთიერთობებიდან ვაჟი მაინც არ ყავდა. ყველა შემთხვევაში მისი ერთადერთი მემკვიდრე იყო დემნა დემეტრე ბატონიშვილი. მეტიც, საერთოდაც დემნა დემეტრე ბატონიშვილი გიორგიზე უფრო ლეგიტიმური იყო და მანამდე უნდა ემება. ეს ერთი. მეორე, მას დაუჭირა მთლიანად ქართულმა არმიამ მხარი. ქართულ დიდ აზნაურთა უდიდესმა პროცენტმა, ქალაქებმა, საიდან ჩანს ეს ყოველივე. იმიტომ რომ როდესაც მიწერეს წერილი გიორგის და უთხრეს რომ მორჩა დემნა ჩვენთვის მეფე და შენ ხელი დაადე ბაგრატიონთა საგვარეულო მამულში საქართველოში ადრეც გვითქვამს და ალბათ უნდა გავიმეოროთ რომ ქონება იყოფოდა რამდენიმე ნაწილად. არსებობდა საეკლესიო ქონება, არსებობდა კერძო პირთა ქონება, თქვა ეს იყო გლეხი, აზნაური თუ უაზნო, კერძო საკუთრება, არსებობდა სახელმწიფო ქონება და არსებობდა კიდე ცალკე ბაგრატიონთა ოჯახის ქონება. და ისევე როგორც თქვა და აი ჯერ კიდევ სტრაბონის აღწერაშია რომ სამეფო გვარის მიწა. ანუ ეს არასოდეს არ ყოფილა ჩვენთან ისე რომ მეფის ოჯახის ყოფილიყო ყველაფერი, არა. ერთ-ერთი 4 საკუთრების ფორმიდან ერთ-ერთი იყო სამეფო ოჯახის დაქონებარებაში ყოფი მიწა და აი ამ მიწებიდან რაც გსურს შეარჩი აიღე შენთვის და შენი ქალიშვილებისთვის, მას 2 ქალიშვილი ყავდა თამარი და რუსუდანი და მორჩა მეფე არის დემნა გამოცხა. ჩვენ ახლა დაკარგულად ცნობებდა ვინაიდან დემნას ამბავი გაგზავნა წელიწად ნახევარი და კათოლიკოს პატრიარქი მის მხარეს იყო, რა თქმა უნდა, სავსებით რეალურია რომ ის მეფე დაკურთხეს. სავსებით რეალურია ამის დაშვება და ვინ დაუჭირა მხარი გიორგის. მხოლოდ და მხოლოდ ნაყივ ჩაღარმა ყუბასარმა ნაყივ ჩაღართა მცირე რიცხოვანი 500 კაციანი რაზმით და ამ რაზმთან ერთად თბილისის ციხე შემოაფარა თავი. რა თქმა უნდა, დემნას ჰქონდა არჩევანი რომ თბილისზე განეხორციელებინა შტურმი, აეღო ციხე, მაგრამ ეს გამოიწვევდა იმ დროიდან მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალაქის სერიოზული ავარქმას, ხო? მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის, ასე ვთქვათ, იმ პერიოდის. ამიტომ მათ თავი შეიკავეს, გარკვეულწილად დაბლოკეს თბილისის ციხე, ვაჭრობა, ჩვეულებრივი ცხოვრება მიდიოდა და პროცესი როგორც დაახლოებით წელიწად ნახევარი გაგრძელდა. აი ამით ისარგებლა გიორგი. დაიწყო წერილების მიწერა დემნას ბანაკში მყოფი მეორე და მესამე თანამდებობაზე მყოფი პირებისთვის და ესეთად პირველი აღმოჩნდა ყოფილი წარმოშობით ქურთი რელიგიით გასომხებული გრიგორიანი სარგის მხარგრძელი, რომელიც ასე ვთქვათ ორბელთა ყმა იყო და შესთავაზა რომ შენ თუ გადმოხვალ ჩემ მხარეს შენი ხალხით, აი მე შენ მოგცემ ორბელის მამულებს და თქვათ შეიძლება მინისტრთაც გაქცია. და პირველი სწორედ სარგის მხარგრძელმა გაბედად გიორგის მხარეს გადასვლა ხანის კარგად მიიღო გიორგიმ და გამოსა მართალია თვითნებური ბრძანება იმ მომენტისთვის შეიძლება, მაგრამ სარგის მხარგრძელის დაწინაურების შესახებ უკვე ნელ-ნელა დაიწყო ზოგიერთმა ხალხმა გადასვლა გიორგის მხარეს. ამასობაში გიორგის მოეშველა მისი მამიდაშვილი შირვანშაჰიც და უკვე შეძლო თანდათანობით ისე გაუმრავდა ძალა, რომ დემნას მომხრებს უკან დაახევინა. ისინი ლორეში გამოიკეთდნენ, მათ ხოდა 30,000 კაცი ყავდა, გიორგის შესაძლოა უფრო მეტი დაუგროვდა, ამიტომ ივანე ორბელი შეეცადა, რომ დამატებით ძალად ადარბადაგანიდან და თქვა სხვა ისლამური ქვეყნებიდან ძალები მოაზიდა, იგაუშვა თავისი ძმა და ძმისშვილი, რაც რა თქმა უნდა არანაირად არ აწყობდა დემნასო მისი ტახტისთვის ახლა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ტომელები შემოსულიყვნენ და ქართველთა სისხლი დაღურილიყო, ამიტომ მიატოვა ლორე, ეახლა ბიძამის და უთქვა რომ აღარ მინდა მე წყვეთ ბრძოლას, ნუ დავღვრით ქართველთა სისხლს. გიორგიმ და მისმა დამ რუსუდანმა, რომელიც ორჯერ იყო განათხოვარი ისლამურ ქვეყნებში, უშვილო დაბრუნებული და ასე ვთქვათ, გიორგის ბოროტი გენია დაასაჭურისეს და დააბრმავეს დემნაო. რა თქმა უნდა, დემნას ნამდვილი ბედი კიდე შესასწავლია და კიდე ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ აქ საინტერესო ერთი რამ. რა თქმა უნდა, კათოლიკოს პატრიარქი ამის არ დახვდებოდა. ამიტომ ნიკოლოზ გულაბერიძე გადაყენებული იქნა, წავიდა ის იერუსალიმში და კათოლიკოსა დანიშნეს კაცის მკვლელი პირდაპირ გაგებით, მიქაელ მირიანის ძე, რომელიც რა თქმა უნდა დათანხმდა დემნას ესე სასტიკად დაჟას ეს ერთი და ის კაცია მიქაელ მირიანიძე, რომელიც შემდგომში უბრალოდ წინსრებად ვიტყვი, გიორგის გარდაცვალების შემდეგ თავის ხალხს
ამოაწყვეტინებს ციგნობარ თუხუცეს ჭყონდიდელის ანტონ გნოლის თავიზმის ძმებს, ანუ ოჯახს გადააყენებს ციგნობარ თუხუცეს ჭყონდიდელობიდან ანტონს და თვითონ კათოლიკოს პატრიარქი მიქაელ მირიანიძე შეიერთებს ჭყონდიდელისა და ციგნობარ თუხუცესის თანამდებობას, ანუ პატრიარქი მიიტაცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრობას უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეობას. რეალურად ამ არის გამეფების წინ მივიღეთ ესეთ სურათი. კაცის მკვლელი არის კათოლიკოს პატრიარქად. გიორგის მხარს უჭერს საკმაოდ მორალისაგან დაცლილი სოფლიო მოვლილი ქალი რუსუდანი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელი მისი და ასევე მის გვერდში არის ნაყივ ჩაღარი ხუბასარი, რომელიც დაინიშნება სამხედრო მინისტრად. აზნაურების ყმა, ჩვეულებრივი ყოფილი ყმებიდან გამოსული ადამიანი აფრიდონი, რომელიც დაინიშნება სამეფო მამულის მინისტრად, ანუ მსახურთუხუცესად და მსახურთუხუცეს ექვემდებარებოდა მესაწოლე თუხუცესი და მესაწოლენი, ანუ მუშკეტერები მეფის პირადი დაცვაც. და გარდა ამისა, გიორგისთან აღმოჩნდება ის ხალხი, ვინცან გაჩუნდა, ვინც დემნასთან იყო, მაგრამ შემდგომში გადმოვიდა, ვისაც თავი ნეიტრალურად ეჭირა. ძირძველი საგვარეულოები, რომელსაც ესე ხელაღები ვერ შეეხებოდა გიორგი და საკმაოდ ანგარიშს უწევდა, როგორც იყო მაგალითად მარუშია და იოანე მარუშიზის თავმავალი ვარდანის ძეები და იგივე დადიანები, როგორებიც იყო გამრეკელი თორელები, როგორიც იყო ბახლაუნთეს თავმავალი, თქვა ჩაყელები, კალმახსერის თავები და ასე შემდეგ. ეს ხალხი, რომლებსაც ერთგვარი ნეიტრალური პოზიცია ეჭირათ, მაგრამ დიდად კმაყოფილნი, რა თქმა უნდა, არ უნდა ყოფილიყვნენ მომხდარი ვითარებით. და ეს სიტუაცია იყო, გიორგი მართალია, იმიტომ რომ თქვა თავის ქალიშვილს მერე პრობლემა არ შექმნოდა 1169 წელს თამარი აკურთხა მეფედ და თანამეფედ გამოაცხადა, მაგრამ როდესაც ის 1184 წელს მარტის თვეში კახეთში გარდაიცვალა, სრული გაურკვეველი სიტუაცია შეიქმნა საქართველოში. აქ პირველ რიგში ამ პერიოდში მნიშვნელოვანია თამარ მეფის სახე, რომელიც ფაქტობრივად გლოვაში ატარებდა თავის ცხოვრებას ამ პერიოდისთვის, მისთვის როგორც ჩანს წარმოუდგენელი ტკივილი იყო მისი ბიძაშვილის დემნას ასე დასჯა და ასე ვთქვათ, დემნასთვის ყველაფრის, რაც კანონიერად დემნას ეკუთვნოდა წართმევა, ეს აშკარად ჩანს, იმიტომ რომ დემნას იმ მდევნილ მომხრეებს, რომლებიც განკვეთილნი იყვნენ, გიორგის დროს თამარი დაიბრუნებს, შეიწყალებს, მამულებს მისცემს. ანუ ცდილობს მაქსიმალურად აი ეს ტკივილი, რაც დემნასგან დარჩა, განაქაროს და გამოისყიდოს. და გარდა ამისა, მისთვის ახლა ეს ტრაგედია ხო დარჩა მარტო ამ ხელა მსოფლიოში უმნიშვნელოვანეს ქვეყნის მმართველად და აი ამით სარგებლობს, ამით იწყებს ამ სიტუაციის გამოყენებას პირველივე დღეებიდან იწყებს კათოლიკოს პატრიარქი და თამარის მამი და რუსუდანი. და რაც განახორციელებენ. კათოლიკოს პატრიარქი სწორედ ამ დღეებში რა ქვია, დაახოცვინებს ჭყონდიდელის ძმებს, გადააყენებს ჭყონდიდელს ატნოგოლის თავიზებს და მიიტაცებს ციგნობარ თუხუცესობასაც და ჭყონდიდელობასაც, მაგრამ მან იცის, რომ ეს ისეთი უმსგავსო საქციელია, რომ ამას არ ეყოფა მარტო მისი, ასე ვთქვათ, რანგი კათოლიკოსობის. და ის დასაყრდენს პოულობს ძირძველ ქართულ საგვარეულოებში მათთან ალიანს კრავს და მათი გულის მოგების მიზნით მხარდაჭერას აუქვამს, როგორც ეტყობა, და ეს ძველი გვარები, როგორც არის თქვა, აი ვარდანის ძეები, ამანელის ძეები, საღირის ძეები, თამარს მოთხოვენ, რომ მოიწვიოს დარბაზი და იქ დემნას მკვლელობის გამო დაწინაურებული ხუბასარი, აფრიდონი, უჯიშონი, უგვარონი, როგორც ისინი ფიქრობენ, გადააყენონ. და ეს მოხდება დარბაზზე. ნახეთ, ასაკეთებს მიქაელი თვითონ თავად მკვლელი, თავად აღზევებული დემნას სისხლზე. უკვე სხვათა გაწირვით, სხვათა შეწირვით, თავის მდგომარეობასაც იმტკიცებს და ამავდროულად იგებს ისეთი ხალხის გულს, რომელიც დასაყრდენად გამოადგება იმ ძირძველ საგვარეულოებს.